გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი ეპიზოდით. რატო ვართ ესე პიჯაკში და საროჩკაში? იმიტომ რომ გამოგვიჩნდა ახალი სპონსორი, პირველი სპონსორი, ეს არის კომპანია ორკინი, რომელიც ემსახურება მავნებლების პრევენციას საქართველოს მასშტაბით. თუ სახლში გყავთ თაგვი და საჭმელს არ გიკეთებთ და რატატუი არ ქვია, მაშინ შეგიძლიათ ორკინს მიმართოთ და ამ პრობლემას მოგიგვარებენ და გასწავლიან თუ როგორ დავიცვათ სახლი სხვადასხვა მავნებლებისგან და პარაზიტებისგან. ეპიზოდის ბოლოს გვესტუმრება ორკინის წარმომადგენელი და სახლის მეპატრონის და შესაბამისად თქვენც მოგიყვებათ თუ რა ნორმები უნდა დავიცვათ, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავიდან ავირიდოთ მავნებლების შემოჭრა ჩვენ სახლში. შესაბამისად საინტერესო იქნება ბოლოს ბევრ რჩევას მიიღებთ, რომელიც სასარგებლო იქნება განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ესე რამდენიმე წელია სახლი მიტოვებული ქონდა, ან თუნდაც არ გაქვთ მიტოვებული, მაგრამ ეზოში ნაგავი ქონდათ დაყრილი, სადაც შეიძლებოდა რომ ეს პარაზიტი და მავნებელი გაჩენილიყო. მოკლედ თქვენთვის ძალიან საინტერესო რჩევები და დარიგებები ექნება ორკინის წარმომადგენელს. საკმაოდ რთული სამუშაოა, განსაკუთრებით კიბის ნაწილი, შესაბამისად, აბა ჩვენ ვიცით. კაი, ეხა გავიხდი ამ ნათხოვარ პიჯაკს, არ გავუფუჭოთ კოშას და შევუდგებით საქმეს. კიდევ გამარჯობთ. აბა როგორ ხართ? ხო, პატარა ისტორია გითხარით, მოკლედ ამ სახლის შესახებ, რამდენი ხანია ასეთ მდგომარეობაშია, რას უპირებთ მომავალში და ასე შემდეგ. ეს იყო ჩვენი სახლი, სადაც ყველაზე ბედნიერი ესეთი ოჯახური მოგონებები გვაქვს ხო ამ სახლთან დაკავშირებული. მე ისე მოხდა, რომ თითქმის 20 წელი ვიყავით ასე სხვადასხვა ქვეყანაში ვიცხოვრეთ და ეს სახლი დაგვრჩა ესე მიტოვებული. ახლა დავბრუნდით, ყველანი სამშობლოში ვართ და გვინდა რომ დავბრუნდეთ ამ სახლში და მე რამდენად ვთქვი, ამ სახლის გაკეთებას აპირებთ და ამის გადაღებასაც აპირებთ და ეს იქნება მე მგონი შვენიერი სტარტი ამ ყველაფრის დასაწყისად. აი ზუსტად რომ ერთად მედია რომ კაი საქმეს გავაკეთებთ. ძალიან გვიხარია და ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი დავიწყებ ეზოს გასუფთავებით. ეს სარეველად ამოსული ასკილები მოიჭრება, გასუფთავდება აქაურობა, შემდეგ მივადგებით კიბეს, რომელიც მგონია რომ ყველაზე საინტერესო გასუფთავებელი იქნება, იმიტომ რომ ფიზიკურად ასვლაც შეუძლებელია, შესაბამისად ჩამოსვლაც და სულ ეკალშია და ძალიან ისეთი სასიამოვნო საყურებელი უნდა იყოს, როგორ გასუფთავდება. ხო, ერთი რისი თქმაც მინდა, გასაგებია რომ სახლი მიტოვებული იყო, მაგრამ ვიღაცამ გამოიარა და ნიჟარა გადმოაგდო ეზოში. აი, რა ქვია მაგას, თქვენ დაწერეთ კომენტარებში. ეხლა შეუდგებით საქმეს, ესენი რომ მოიჭრება უცბად გასუფთავდება იდეაში აქაურობა და ხო მე სახლის უკანაც არის დიდი ხეარი წაქცეული და იმის გასუფთავებაც მინდა. ასე რომ ნახოთ როგორი გამოგვივა. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, კარგი კომენტარები, რამდენიმე ცუდი კომენტარი რო არის ხოლმე, მაგას ყველას პასუხობ, მაგრამ მე იჭრება ეგ და ვიდეოში ვერ ხვდება ხოლმე. ასე რომ არ გიგოლოთ რომ პასუხოთ რჩევით. აი, შეგვიძლია დავიწყოთ. გამოიწერეთ არხი. სადგდია შპრიცი, ფეხი ვერ დავალ. ეს არ არის ნარკოტიკის შპრიცი. ხო, მაგრამ სასიამოვნო არის. სასიამოვნო არ არის, მაგრამ ან ვიღაცა დევი თუ იყო და ძალიან ისეთი. ნარკოტიკის ის ბავშვობაში ეყარა ხოლმე წვრილი. ჯაბივით არის საერთოალი და ჩამოტარებით.
ლევანის ნაჩუქარი ძვირიანი მაჩეტე. უცნაურად გადაწყდა. ესე. წინა ეზო შედარებით გავასუფთავეთ, გავკაფეთ. ეხლა მინდა რომ გავასუფთავო აი ეს გასასვლელი. დიდი ხეა როგორც ჩანს მოტეხილი. დაცემულია მე ეს სარეველად ამოსულ ხეზე. აირია ერთმანეთში დაირია და ეცადოთ ახლა რომ გავასუფთავოთ. პლუს ამას ემატება ისევ ეკლიანი ბუჩქები, რომელიც აი როგორ აცოცხლდა. ჩვენ შეხედეთ მილებს შორის ესე იპოვა გზა და წავით. ესე რომ ეს ფრთხილად უნდა გამოვიტანოთ, არაფერი გავაფუჭოთ. ამას რომ გავასუფთავებ, გავალ იქით აეზოში და იქით არის კიდევ ერთი ძალიან ძიმე სამუშაო, რომელსაც მე მგონი რომ მე ტექნიკა არ მეყოფა. მაგრამ ვნახოთ, რასაც შევძლებ იმას გავაკეთე. ჰოპ. ხანი ახლა წავიხემსებთ. ქალბატონმა ირინემ დაგვპატიჟა გემრიელობებზე და მე გავაგრძელებთ ახლა სამუშაოს. როგორც ხედავთ, აქ რამდენიმე ხე იყო დარგული, რომელიც გადმოვარდა, ზოგი ძირს დაწვა, ზოგი აივანზე შევიდა. ეხლა მე ვეცდები, რომ რაც აივანზეა შესული, ეგ გავასუფთავო. იმიტომ რომ ეს მე რაც ორკინისგან ვიცი ინფორმაცია, რასაც ბოლოს კიდე დავაზუსტებთ და ზუსტად გვეტყვიან, ეს ქმნის საფრთხეს, რომ გარკვეული მავნებლები შევიდნენ სახლის ტერიტორიაზე. შესაბამისად, კარგი იქნება, რომ აი ეს ზედა მხარე გავასუფთავოთ, მაგასაც გაჩვენებთ, რა მდგომარეობაშია, იქ ფაქტობრივად გავლა შეუძლებელია იმ აივანზე. და ვფიქრობ, რომ ზოგი აივნიდან, ზოგი ქვემოდან გასვლა გამოგვივა იდეაში. მე ახლა დიდი ბენზოხერხი არ მაქვს, რომ ეს ყველაფერი კარგად დავაკუცმაცო. პატარა ხელის ბენზოხერხით, რასაც შევძლებ, აი იმ ზედა მხარეს იდეაში მოვაცილებ. მე შეიძლება ქვემოთაც ჩამოვიდეთ. ნახოთ, მოკლედ როგორ მოვასწრებთ. წევენ ცოტა წამოწინწყლა, მოღრუბლულია დღეს და ნახოთ. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და შეაფასეთ ჩვენი საქმე როგორ მოგწონთ. მუშაობის დროს აუცილებელია ტალღების კეთება. ოპა, ეს და ენერგიით ივსებით. ოპ, 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 ოპ. ესე იგი, გადავწყვიტე, რომ ეს ნაწილიც მოვაშორო სახლს, ვინაიდან იდეაში ესეც საფრთხის შემცველი არის, ეს სახლთან ახლოს. როგორც ჩანს, თავის დროზე აქ დარგული იყო რამდენიმე ხე და აი ეს სველი თოვლი რომ მოვიდა, ყველაფერი რომ დაანგრია თბილისში, მაგან გადატეხა სავარაუდოდ. ალბათ გამხმარი იყო მანამდეც თუ არ ვიცი როგორ იყო. მოკლედ აი გამოჩნდება სავარაუდოდ როგორ არის ტოტები, თან კარგი მსხვილი ტოტები დამტრეული. ასე რომ ახლა ვეცდები რომ ეს გამოვიტანო ყველაფერი და ეს კუთხე მთლიანად გავასუფთავო.
აი, მეგობრებო, გაიგეს რომ სპონსორი გამომიჩნდა და ხიგალი. შანგალზე ვარ. ძმო, მოდით და გააკეთეთ რაღაცა. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, ჩემზე კარგი მეგობრები არ ყავს, მგონი არავის. ხელს არ ვაკიდებინებ ხა აქ, თორე დგანანი იქ და განიცდიან, რომ ესე მარტო გიწევს მუშაობა, მაგრამ ეგ არის. ესე იგი, მეგობრებო, როგორც დაგპირდით, გვესტუმრა ორკინის წარმომადგენელი. შესაბამისად, ეხა ერთად დავათვალიერებთ ტერიტორიას, გასუფთავების შემდეგ, გასუფთავებამდე სხვა პრობლემებია, როგორც ვიცი, გასუფთავების მერე სხვა პრობლემებია, ასე რომ ჯერ მე კი ვიდეოში თავიდანვე ვახსენე ორკინის საქმიანობის შესახებ, რომ თუ რატატუი არ ყავს სახლში და საჭმელს არ აკეთებს და თაგვი შეავჩნია, ამ დროს ორკინის ურეკავთ, ან მანამდეც, რომ პრევენცია მოახდინოთ. რა თქმა უნდა, პრევენცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია თავისთავად. ორკინის საქართველო გახლავთ და არის ამერიკული უკვე მულტინაციონალური კომპანიის დამოუკიდებელი ლიცენზირებული ფრენჩაიზი, რომელიც 120 წელია უკვე ამ დარგში მოღვაწეობს და 60-ზე მეტ ქვეყანაში არის ახლა წარმოდგენილი სოფლიო მასშტაბით, როგორც შვილობილი კომპანიებით, ისე ფრენჩაიზის სახით. საკმაოდ ისეთი ისტორიული კომპანია უკვე საუკუნეზე მეტია ამ დარგში მოღვაწეობს და ჩვენ უკვე საქართველოში 2015 წლიდან დავიწყეთ მოღვაწეობა და დღესდღეობით მთლიან საქართველოს მასშტაბით ვემსახურებით როგორც ფიზიკურ პირებს, ისე იურიდიულ პირებს და მავნებლების პრევენციულ, ასე ვთქვათ, პროფესიონალურ მომსახურებას თავაზობთ. ჩემ მეგობარს ქონია თქვენთან მუშაობის გამოცდილება, ასე რომ ელენე რო დამიკავშირდა, ნაცნობი კომპანია აღმოჩნდა, ასე რომ ძალიან საინტერესოა, ძალიან საინტერესო. ხო, ეხლა ვაპირებთ, რომ მაცხოვრებელთან ერთად გავიაროთ ის პრობლემები, რაც ჩემი აზრით, ჩემი მაყურებლისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიკომენტარებს ხოლმე მე, რომ აი ჩვენს გვაქვს ესეთი სახლი, სოფელში გვაქვს სახლი, აგარაკზე და ასე შემდეგ და შესაბამისად ჩემი აზრით, აი პირდაპირ მათთვის იქნება ეს ინფორმაცია საინტერესო. პირველი კითხვა იდეაში რაც არის რა მავნებლები არიან ხოლმე მე ქალბატონ ირინეს რომ ვესაუბრე აქ გველიც უნახავთ თაგვიც მორიელი მოაყოლა ერთხელ იმას რა ქვია ქვიშას თურმე სატვირთონ კიდრეები იყვნენ ჭელები ბზიკები ისინი იცისო კიდე ხვლიკები რო არის ფეხების გარეშე ხო ხვლიკები გველ ხო კი რა უნებელი არის მე როგორც ვიცი პირიქით კი აქ გავარვარდებოდა ხოლმე დარბოდნენ ხვლიკები და კიდე კალიები ყავდა და ოპოზიტი მე ნუ გველი მახსოვს ბავშვობაში რომ აი მე გველია სახში და ხო თასახში ანუ ეხლა ტერიტორია ხა ეზოს რასაც უყურებთ, ანუ იდეალური გარემოა მავნებლისთვის, ასე ვთქვათ, საცხოვრებლად, საბუდარისთვის, ასე ვთქვათ, გაჩენა გამრავლებისთვის. იმიტომ რომ პირველ რიგში ლანდშაფტი, ასე ვთქვათ, თვითონ გამწვანება ბალახი, განსაკუთრებით აი გაზაფხულის პერიოდში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასე ვთქვათ, ტემპერატურაც იწევს, მავნებლებიც აქტიურდებიან და ბალახის მოვლაპატრონობასთან კარგი პრაქტიკით, ასე ვთქვათ, ბალახის გამწვანების მოვლაპატრონობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ მაღალ ბალახში ტენიანობა მეტია
მზღის სხივები შიგნით ვეღარ აღწევენ და სულ არის ასე ვთქვათ სინესტე, რაც მავნებლისთვის იდეალურ გარემოს. იქით კუთხეში იყო, აი თუ გინდა გავიდეთ ნახოთ. ხეები წააქცია როგორც ჩანს, თოვლი რო იყო ეს, სველი თოვლი რომ მოვიდა ცნობილი. ხეები წააქცია და ფოთლები და ისინი აი აქ იყო დაგროვებული. ხე წეგან გავასუფთავეთ ვიდეოში კი ნახავთ როგორი იყო. ესე იყო მიფარებული და ეგ თქვი რომ მეთქი აი ნესტის ამბავში ჯობია მეთქი რომ ეს ყველაფერი მოვაშოროთ. კი და ეს ესეთი გარემო აი ნახეთ შიგნით სუსველია ნიადაგი ხედავთ და აი როგორც ადამიანს სჭირდება საკვები, წყალი, თავშესაფარი, უსაფრთხო გარემო, ისე არიან მავნებლებიც თავისთავად. როდესაც ეზოს ტერიტორიას უვლით ისინი ავტომატურად ბიოლოგიურად იწყებენ ტერიტორიის ასე ვთქვათ დატოვებას, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება ისინი სახლში აღმოჩნდნენ ამ დროს. და თვითონ შენობა ხო აქამდე თუ ისინი შეგუებულები იყვნენ, რომ აი ესე მიტოვებული არის და აი საცხოვრებელი სივრცე მოიწყეს, ეხა ეს რო დაურღვიეთ, ეხა ეცდებიან რომ სადღაც გაიქცეს. სადღაც გაიქცენ და კითხვა საწავლეთ, ალბათ მეზობელთა რომელმაც არ დაალაგა. ვისაც დემეთ ჯერ არ მისვლათ ასი მაგია. აქტიურად აქ ეხლა რაც მოხდა ისე რომ იმდენი ხანი იყო ეს ტერიტორია ასე ვთქვათ მოულე მდგომარეობაში, რომ მათ მუდმივი საცხოვრებელი ჰქონდათ და ეხლა ადამიანი შემოიჭრა მათ გარემოში, ესე გამოვიდა, დაურღვიეთ ასე ვთქვათ ის კომფორტული გარემო, სიმყუდროვე და ისინი აუცილებლად ეცდებიან, რომ სხვადასხვა ადგილას გადაინაცვლონ და ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, საცხოვრებელი სახლი, სადაც სხვადასხვა კუთხით უკვე ხდებიან შიგნით და შეიძლება შიგნით დაიწყოს მერე სხვადასხვა კატეგორიის, სხვადასხვა სახის მავნებელმა ცხოვრება, დაბუდება, გამრავლება და ასე შემდეგ. სახლში რო არ შევიდნენ, რა უნდა გავაკეთოთ? კი ბატონო, აი ეტაპობრივად რომ მივყვეთ, აი პირველ რიგში გარე ტერიტორიის მოლაპატრონება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი, როგორც გითხარით. გასათვალისწინებელი არის თვითონ გამწვანების აი ესეთ მდგომარეობაში ეს კარგია ეხლა რომ ასე ვთქვათ გადაჭრილია. რეკომენდირებულია რომ შენობიდან 1 მეტრის მოშორებით არ იყოს ასე ვთქვათ ტოტები დაახლოებით 1 მეტრიანი დაშორება მაინც იყოს შენობიდან თვითონ ხის ტოტზე, იმიტომ რომ ისინი ვთქვათ იყენებენ მეგრე ხის ტოტებს სახლებში გადასასვლელად, შეიძლება მღრღნელიც გადავიდეს. ჰქონდათ გაკეთებული ხიდებიც ეს ისინი და მოუჭერთ. ასევე ფანჯრის გარშემო ღიობები, ბზარები, ნაპრალები, იატაკსა და კარებს შორის სივრცეები დაახლოებით 1 სანტიმეტრი საკმარისია მღრღნელისთვის, რომ ღიობში შევიდეს. სჭირდებათ, რომ თურმე შეძრნენ სახლში. და 1 მილიმეტრი ღიობი უკვე სხვადასხვა მწერებისთვისაც შესაძლებელია, რომ გამოყენებული იქნეს, რომ შენობაში მოხდეს. ამიტომ ეზოს მოლაპატრონობა, ნარჩენების გატანა, სამშენებლო მასალების გატანა, რაც ასე ვთქვათ, ბუნებრივ ბარიერს ქმნის მავნებლის არასასურველი გარემოსთვის და ასევე შენობა ნაგებობის, ბზარების, ნაპრალების, ხვრელების ამოვსება, დახურვა, რომ ასე ვთქვათ, ვერ მოახდინონ ამ ბზარების საშუალებით შემოდინება. ჩვენ გვაქვს აქ სხვენიც. ხო, სხვენიც ერთ-ერთი ასე ვთქვათ, თავშესაფარია. სხვენში რა შეიძლება? სხვენში შეიძლება იყოს მღრღნელი, შეიძლება იყოს გარეული ცხოველებიც, სინდიოფალა, დიახ, მსგავსი მღრღნელის სახეობები. სხვადასხვა დარგში არსებობს 4 ძირითადი მიმართულება, ეს არის ბიოლოგიური კონტროლი, არის ქცევითი კონტროლი, არის მექანიკური კონტროლი და ქიმიური კონტროლი. თუ კატა გვყავს ცხოველი, შესაბამისად ის უკვე მღრღნელის ალბათობა თავისთავად ნაკლებია. და აი მეც სახლში მყავენ კატები, რომლებიც სადარაჯოზე დგანან. მაგრამ ახლა კატები თაგვებს ერჩიან, სხვა რაღაცებს არ ერჩიან. აი რო შევწამლო ტერიტორია. დიახ. ჩემით ხო შეიძლება ეს კატები დავაზიანო. აი ორკინის გამოცდილებაში როგორ არის? ანუ ეს პრაქტიკა როგორ არის? აი პრაქტიკა ესეთია, ჩვენ ყოველთვის ურჩევთ მომხმარებელს, რომ როდესაც ასე ვთქვათ, ქიმიურ კონტროლზე მიდის საუბარი, განსაკუთრებით ყოველთვის ან კონსულტაცია გაიარონ პროფესიონალთან, ან პროფესიონალი ჩართონ, იმიტომ რომ ქიმიური კონტროლის განხორციელება შეიძლება სხვადასხვა ზიანი მიაყენოს თუნდაც გამწვანებას, ცხოველს, შინაურ ცხოველებს, ბავშვებს და ასე შემდეგ. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება და აი პროფესიონალმა ზუსტად იცის, რომ ისე მოახდინოს ამ სამუშაოების განხორციელება, რომ მას ზიანი არ მიაყენოს არც ეკოსისტემას, არც ადამიანს, არც შინაურ ცხოველს და ასე შემდეგ.
დეგამიგია ის ხმებს რო უშვებენ. კი, ულტრა ბგერითი საშუალებები, ესეთი საშუალებები არსებობს, თუმცა მეცნიერულად დადასტურდა რომ ის არ არის, ასე ვთქვათ, ეფექტური, იმიტომ რომ ძალიან მალე ეჩვევა მავნებელი მის, ასე ვთქვათ, ხმას და ის აღარ წარმოადგენს მისთვის ბარიერს. ამიტომ ქიმიური მას რო დაუბრუნდეთ. ეხა ეზო რო შევწამოთ. დიახ. აქ გვაქვს ჭა, ანუ ეს დაილექება თუ გაიწმინდება სანამ ჭის ყლამდე ჩა. კარგი კითხვა. აი აქაც მნიშვნელოვანია თუ რა პრეპარატს ვიყენებთ, რა ქიმიურ ნივთიერებას ვიყენებთ და რა არის სამიზნე მავნებელი. ანუ ეს დაახლოებით ეს დარგი გავს ექიმის და პაციენტის ურთიერთობას, რომ როდესაც ასე ვთქვათ პაციენტი მიდის ექიმს და ჯერ მას დიაგნოზი უნდა დაუსვათ და შემდეგ ასე ვთქვათ დაუნიშნოთ მკურნალობა. აქაც ზუსტად ესე არის, რომ თუ ვიცით რა მავნებელზე ვაკეთებთ სამუშაოებს, უკვე ზუსტად ვიცით მეთოდიც, ზუსტად ვიცით პროდუქტიც, ქიმიური ნივთიერებაც რაც უნდა გამოვიყენოთ. არსებობს პროდუქტები, რომელიც ნალექის ეფექტს ტოვებს გარკვეული კვირების განმავლობაში. და არსებობს პროდუქტები, რომელიც დამუშავებიდან და გაშრობის მერე საერთოდ ნალექს არ ტოვებს, ხო? ამიტომ ამის კომბინაცია მნიშვნელოვანია, რომ სწორად იყოს გამოყენებული. ანუ მივმართოთ უნდა პროფესიონალებს და ექსპერიმენტებს შევეშვით. ჩვენ ყოველთვის ურჩევთ, რა თქმა უნდა, თუმცა არსებობს რეკომენდაციები, რაც ასე ვთქვათ, მაცხოვრებლებს თავადაც შეუძლიათ რომ გააკეთონ, აი რაზეც წეღან ვისაუბრეთ, რომ აი გარემო თვითონ ადამიანის ქცევა არის ხანდახან ისეთი, რომელიც მავნებელს პირიქით იზიდავს. მაგალითად, შეიძლება სადღაც კონდეს წყლის გუბეები. და არ ვიცით რამდენად იცით, მაგრამ ყოღო ყოველთვის კვერცხს ხდებს დამდგარ წყალში. ხო, აი თუ გვაქვს ტერიტორიაზე დამდგარი წყალი, იქ პოტენციურად ყოღოს გამრავლების წყაროც გვაქვს თავის. მე დავგე ეზოში ლავანდები. დიახ. რომ მეთქი ყოღოები არ მოვლენ თქო, მაგრამ ასე მაქვს სახელი დამავიწყდა წყალი უყარს იმ სცენარეს და ყოველდღე ვწავ და ფაქტობრივად ჭაობი გავაკეთე და ის ლავანდა ვეღარ შეიცეხა და ძალიან ბევრი ყოღო მოდის ეზოში ასე რომ კი, ნუ ერთის მხრივ ანუ მასში შემავალი ეთერზეთები, როგორც არის ხა პიტნა, ლავანდა, ხო, ერთის მხრივ ახდენს განდევნას მწერების, თუმცა მაინც მისი მეძე ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ მის გარდა ბევრი ისეთი ხელშემწყობი პირობა შეიძლება გქონდეს, რომ საერთოდ ეფექტი არ მოგცეს, ხო? ერთჯერად რო გავასუფთავოთ მავნებლისგან. აი არის შანსი, რომ მეზობლისგან გადმოგვივიდეს ისე. ან ისე სადმიდიან ეს მავნებლებია. აქ მოვაშორეთ, მაგრამ მართლა მეზობელს ხო არ გადაუყვანთ. კონტროლის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთი არის გაუნებლობა, ანუ მავნებლის ასე ვთქვათ, განადგურება, ანუ სიკვდილი, ასე ვთქვათ, და მეორე არის განდევნა. ხო? როდესაც განდევნას ვაკეთებთ, ის ტერიტორიიდან მიდის. და შესაბამისად გადაინაცვლოს მისთვის სასურველ გარემოში. შეიძლება იყოს ჩვენი სამეზობლო ტერიტორიაც, რა თქმა უნდა. ეს უკვე იმათი პასუხისმგებლობა. ხო, ეს უკვე რა თქმა უნდა, იმათი პასუხისმგებლობა, მაგრამ თქვენი კითხვა რაც იყო, ერთჯერად ის შემთხვევაში, ერთჯერადი მომსახურება მოგცემთ ძალიან მოკლევადიან ეფექტს და ჩვენ არასდროს არ ურჩევთ ხოლმე ერთჯერად მომსახურებას, აი ეს დარგი არის ზუსტად აი როგორც ბალახს ჭირდება პერიოდულად გაკრეჭვა, გატანა, მტვერს გადაწმენდა. ესე არის მავნებლის კონტროლიც, იმიტომ რომ მუდმივად მავნებლისგან ზეწოლა ხდება შენობაზე, ამიტომ ეს არის მუდმივი პროცესი და ჩვენ გვინდა რომ მავნებლისგან უვნებელი გარემო გქონდეს, საცხოვრებელი გარემო, ჯობია რომ მუდმივი კონტროლი ხდებოდეს რაღაც გონივრული სიხშირით და აი ეს არის უკვე ის პრევენციული ღონისძიებები, რასაც ჩვენ ყოველთვის ურჩევთ მოხმარებას. ხო, ესე იგი, რო შევაჯამოთ ჩემი მაყურებლისთვის, ვისაც ესე სახლები აქვს, კერძო სახლები აქვს, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში მიტოვებული იყო, ან სოფელში აქვს სახლები, თავარი არის, რომ გარემო არ შეუქმნათ ისეთი, რომ მავნებელი კომფორტულად გრძნობდეს თავს. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი ეს არის, თუმცა რაც არ უნდა ჩვენ რეალურად გქონდეს ეზოს მოვლაპატრონობა, შენობა ნაგებობის, ასე ვთქვათ, სტრუქტურული მდგომარეობა, ყოველთვის არის, ასე ვთქვათ, მაინც რისკი საფრთხე, რომ მავნებლის ზეწოლა იყოს. რისკები, რა თქმა უნდა, მცირდება. მაგრამ აქაც გვაქვს ორი მიმართულება. საცხოვრებელი, საკუთარი სახლები, რომელსაც ესეთი ეზო აქვს, გამოწვევები ბევრად მეტი გვაქვს და რომელიც ესეთ გარემოში არის, აქ უკვე გარდა იმ ძირითად მავნებლებს, რაც არის ღვთაგვი, ვირთხა, ტარაკანა, ჭიანჭველა, ბუზი, ბზიკი
ტკიპა, რომელიც ეხლა ყველაზე აქტიური არის ეხლა ამ პერიოდში, ემატება უკვე სხვა ქვეწარმავლების აქტივობაც. რას შვებით დავრეკავთ ორკინში, რომ აი მავნებლები გვიტევენ და გვინდა შველა. ამ დროს რას აკეთებს ორკინი? პირველ რიგში ადგილზე მოდის სპეციალისტი, რომელიც დეტალურად ათვალიერებს მთლიან ტერიტორიას, როგორც ეზოს ტერიტორიას, ისე თვითონ შენობა ნაგებობას. კარგ კვლევას აკეთებს, ასე ვთქვათ, თუ რა ჭირდება თვითონ ტერიტორიას მავნებლის კონტროლთან დაკავშირებით. პირველ რიგში ადგენს რა მავნებლის რისკები შეიძლება არსებობდეს, ხელშემწყობი პირობები რა არის და შემდგომში უკვე მაკორექტირებელი მისი ქმედებები რა უნდა განახორციელოს და ამას დეტალურად, ასე ვთქვათ, ვაწვდით დამკვეთს და მათთან ერთად უკვე იგეგმება უკვე ჩვენი ღონისძიებები, რაც პირველ ეტაპზე გულისხმობს, თუ მავნებლის აქტივობა არის პირველ ეტაპზე გულისხმობს რაღაც გარკვეულ პერიოდში მავნებლის გაუნებლობას და შემდგომში უკვე პრევენციულ ღონისძიებების გატარებას, რომ მუდმივად სადარაჯოზე ვიყოთ, ასე ვთქვათ და მუდმივად ვაკონტროლოთ ყველა ის ფაქტორი, რაც მავნებლის გაჩენას და გამრავლებას და აქტივობას უწყობს ხელს. აღმოჩნდა, რომ აუში არის მიცვალებული სინდიო ფალა. ნუ ეს ნიშნავს, რომ ეს სახლი იყო მათთვის საცხოვრებელი. საცხოვრებელი. და ალბათ ოჯახის წევრი შეიძლება რომ ყავდეს. იქ ადგილზე გარდა მაგისა, ბევრი სხვა კვალიც ნახეთ სხვადასხვა ცხოველების. ნახოთ, თუ ისეთი იყო, ცუდი შესახედი არ გაჩვენებთ, მაგრამ რა მხილა. მადლობა მეგობრებო, რომ იყურეთ. გავედით ბოლოში. იცოდეთ, რომ ნებისმიერი სპონსორი, რომელიც ნებისმიერ არხს უჩნდება, არხის გავლით გიყურებთ თქვენ და თქვენი ინტერესის გამო შემოდის სპონსორად არხზე. შესაბამისად, უდიდესი მადლობა თქვენ. უდიდესი მადლობა ორკინს, რომ გადადგა ეს პირველი ნაბიჯი არხის ისტორიაში, პირველი ოფიციალური სპონსორი. და როგორც ეს პირველი სიყვარული არ ავიწყდება ადამიანს, ისე არ დამავიწყდება მეც. ძალიან ბევრი მიკომენტარებს ხოლმე, რომ ეს ძველი სახლები აქვთ, აგარაკები, ესეთი ტიპის სახლები, ვისაც გაქვთ, ყველა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორკინს, მიიღოთ სხვადასხვა რჩევები, დარიგებები, რეკომენდაციები და უშუალოდ მათთან შეგიძლიათ მოკლედ კომუნიკაცია რომ გქონდეთ. დღეისათვის სულ ეს იყო. უდიდეს მადლობას გიხდით, უდიდესი მოტივაციაა თქვენი თითეული კომენტარი, რომ არ გავჩერდე, გავაგრძელო და საიდანაც მიყურებთ, მინდა რომ ესე ხარში გაიშალოთ სიამაყით, რომ თქვენი დიდი დამსახურება ესეთი საქმეების გაკეთება. შესაბამისად, უდიდესი მადლობა. გამოიწერეთ არხი, მეგობრებსაც შეგიძლიათ გაუზიაროთ. კომენტარები, როგორც გითხარით, უდიდეს მოტივაციას მაძლევს, შესაბამისად, დამიკომენტარეთ კარგი კომენტარები. მადლობა, რომ მიყურეთ.